ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო, თემა დღევანდელი ჩვენი საუბრისა გახლავთ განღმრთობა და მისი მიღწევის საშუალებები. ეს თემა რასაკვირველია აღდგომის სადღესასწაულო დღეებში ყოველთვის იკითხება არის საკითხავში მეხუთე აღდგომიდან მეხუთე შვიდეულის საკვირაო წირვის საკითხავში არის ეს თემა მოცემული. თვითონ ამბავი სახარებისეული ეს არის მაცხოვრის საუბარი სამარიტელ დედაკაცთან. ცნობილია რომ სამარიტელები იყვნენ წარმართები, რომელნიც ჩამოსახლებულნი იყვნენ პალესტინის ტერიტორიაზე ასირიის მეფის მიერ დაპყრობის შემდეგ, ისრაელის დაპყრობის შემდეგ და ისინი ნაწილი გადასახლებული იყო სამარიიდან და ნაწილი კი შეერია ასე ვთქვათ, ამ წარმართებს იუდეველები და ამიტომ მათი რასაკვირველია რწმენა არ იყო სრულყოფილი. მართალია ისინი აღიარებდნენ მოსეს სჯულს, 5 წიგნეულს, მაგრამ არ იცოდნენ წინასწარმეტყველები, არ აღიარებდნენ წინასწარმეტყველებს და ასევე სხვადასხვა წარმართულ ღვთაებებსაც სცემდნენ თაყვანს. რასაკვირველია იუდეველებისათვის სამარიტელები იყვნენ უსჯულოები და მათთან არავითარი ურთიერთობა არ ჰქონდათ, მაგრამ რადგანაც ასეთი სიახლოვე იყო პალესტინის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ ეს სამარიტელები, ამიტომ მათ შორის ხშირად იყო კონფლიქტი. და ერიდებოდნენ იუდეველები სამარიაზე გავლას. და აი ერთ-ერთი მოგზაურობის დროს იესო ქრისტე მიდის იუდეადან გალილეაში და აი სწორედ შუაშია გასავლელი სამარია, ის არ მიდის, ვთქვათ, შემოვლითი გზით, არერიდება ამ გზის გავლას, რადგანაც მისი დანიშნულება რასაკვირველი არის რომ მან მისცეს ჭეშმარიტი სარწმუნოება და ცხონება არა მარტო იუდეველებს, არამედ მთელ მსოფლიოს ყველა წარმართებს და ბუნებრივია იგი თავისი ამ სამოციქულო მსახურების ჟამს ასევე ცდილობს რომ წარმართა შორისაც დასთესოს ჭეშმარიტი სწავლება და აი ის მიდის და რასაკვირველია მან კარგად იცის თუ ვის შეხვდება ამ გზაზე ეს ქალაქი რომელშიც შედის მაცხოვარი ამ ქალაქს ქვია სუქარი ამ ქალაქის მახლობლად იყო დაბა რომელიც ეკუთვნოდა მამამთავარ იაკობს და რომელმაც ეს ტერიტორია ეს მიწა დაუტოვა მემკვიდრეობაში თავის შვილს იოსებს. და ამ ადგილას, სადაც მაცხოვარი ჩერდება, არის ჭა, რომელსაც ეწოდებოდა იაკობის ჭა, ანუ იაკობის მიერ, მამამთავარი იაკობის მიერ იყო ეს ჭა ამოთხრილი. და ამ დროს მაცხოვრის მოწაფეები მიდიან საკვების შესაძენად, მაცხოვარი მარტოა ჭასთან, მოდის სამარიტელი დედაკაცი, რომ წყალი აიღოს და მაცხოვარი ეუბნება ამ დედაკაცს, რომ წყალი დაალევინოს მას. სამარიტელი დედაკაცი გაკვირვებულია პირველ რიგში, იმიტომ რომ იუდეველები სამარიტელებთან ესე იგი არათუ ასე ვთქვათ არ ურთიერთობდნენ, არამედ მტრული დამოკიდებულება იყო და ესე ითვლებოდა იუდეველები ასე თვლიდნენ, რომ წყალიც კი არ უნდა ეთხოვათ. მათგან მოწოდებული წყალიც არ უნდა დაელიათ. არათუ სხვა რაიმე ესე თქვათ მიეღოთ მათგან სიკეთე და
გაკვირვებულია ამის გამო, რომ ეს იუდეველი სამარიტელს მიმართავს, გაკვირვებულია იმის გამო, რომ აღმოსავლეთში ქალებს, ასე ვთქვათ, მით უმეტეს უცხოს ასე საზოგადოებაში მამაკაცები არ ესაუბრებოდნენ და აი ეს ყველაფერის გამო ის ეკითხება, რომ კი, მაგრამ შენ რატო მე მესაუბრები აი ამ დედაკაცს სამარიტელს და მაცხოვარი ეუბნება, რომ შენ რომ იცოდე ვინ გესაუბრება შენ თვითონ თხოვდი მას ცხოველ წყალს და შემდეგ ასე სიტყვებს ამბობს და წყალი რომელიმე მივსემას იქმნეს მის შორის წყარო წყლის რომელი ვიდოდეს ცხოვრებად საუკუნოდ ესე იგი მაცხოვარი ესაუბრება არა ბუნებრივ წყალზე არამედ სიმბოლურად იგი ცხოველ წყალში გულისხმობს სულს, სულიწმინდის მადლს, რომლის, ასე ვთქვათ, რომელიც დაბრუნებაც ადამიანისთვის ნიშნავს მის ადამიანის სულის მკვდრეთით აღდგინებას, რადგანაც სწორედ ღვთაებრივ სულს მოწყვეტილი ადამიანი და მისი სული იყო სიკვდილში, ანუ სიცოცხლისგან ღვთაებრივი სული არის სიცოცხლე და ღვთაებრივ სიცოცხლეს მოწყვეტილი ადამიანი, ესე იგი სულიერად იყო მკვდარი და სულის კვლავ შეხება ღვთაებრივ სულთან, ადამიანური სულის ღვთაებრივ სულთან, ეს ნიშნავს მის გაცოცხლებას და როგორც აქ წავიკითხეთ, მაცხოვარი ბრძანებს, რომ წყალი, რომელსაც მე მივცემ, იქმნება წყაროდ წყლისა, რომელიც მიედინება ცხოვრებად საუკუნოდ. ესე იგი, თვით ეს, ასე ვთქვათ, აი სულიწმინდის მადლი, რომელიც ადამიანის სულს შეუერთდება, თავად ეს სულიწმინდის მადლი გახდება უკვე, ასე ვთქვათ, ადამიანის სულის წარმართველი საუკუნო ცხოვრებისაკენ. ანუ იგი ადამიანს დააყენებს ცხონების გზაზე. აი ამ სწორედ ცხოველი წყალის ესე იგი თემა ძალიან საინტერესოდ არის ასევე იოანეს სახარების მე-7 თავის 38 და 39 მუხლებში, საიდანაც ჩანს, რომ ეს წყალი ცხოველი არის სწორედ სულიწმინდა. და რომელსაც რწმენეს ჩემი, ვითარცა თქვა წიგნმა, მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი. ესე თქვა სულისა მისთვის, რომელი მიღებად იყო მორწმუნეთა მათ მისა მიმართ. ესე იგი, აი ეს სწორედ ფალი ბრძანებს, რომ აი ეს წყალი, ცხოველი, გასავალ ესე იგი დინარენი მუცლისა მისაგან დიოდიან წყლისა ცხოველს, რომელიც ირწმუნებს უფლის ჭეშმარიტ სწავლებას, მას მიენიჭება მაცხოვნებელი ძალა, მადლი სულისაწმინდისა, რომელიც მუცლისა მისისგან, ამ შემთხვევაში მუცელში იგულისხმება ადამიანის, ესე იგი შინაგანი სამყარო, ადამიანის პიროვნება, ანუ ადამიანის პიროვნებიდან, ესე იგი უკვე გამოედინება მდინარენი, ანუ წყლისა ცხოველი, ანუ ის მადლი, რომელსაც ღმერთი ადამიანს აძლევს, მე ეს ადამიანი ამ მადლით ივსება და ამ მადლს განფენს მის გარშემო, ავრცელებს მის გარშემო.
და აი ეს წყალი ცხოველი როგორც ჩვენ წავიკითხეთ არის სული რომელსაც იგი მისცემს თავის მოწაფეებს ანუ სწორედ სული წმინდის მადლზეა ლაპარაკი და აი ეს არის სწორედ განღმრთობა ეს არის განღმრთობა ადამიანის სული მოწყვეტილია ასე იგი ღვთაებრივ სულს და იესო ქრისტე ანიჭებს თავიდან კვლავ ასე იგი მიუტევებს ცოდვებს ვინც იწამებს მას მიუტევებს ცოდვებს და ადამიანი ხდება ტაძარი სულისაწმინდისა და თავად ხდება აი ამ სულიწმინდის მადლის წყარო. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანი, როდესაც აღივსება სულიწმინდის მადლით, იგი ხდება წყარო აი ამ მადლისა და იგი თავად, ასე ვთქვათ, ავრცელებს, გაამფენს მის გარშემო, მისგან გამოდის, ესე ვთქვათ, ვითარცა მდინარენი, ასე გამოდის ეს მადლი და აი სწორედ ეს პირველეს ყოვლისა ეს ადამიანს ენჯება რწმენისათვის იესო ქრისტეს ჭეშმარიტი როგორც ჭეშმარიტი ღმერთის აღიარებისათვის ენჯება ადამიანს და რასაკვირველია თავისი ცხოვრების ახალ საფეხურზე დადგინების სურვილისათვის, ანუ ახალი ცხოვრების დაწყების სურვილისათვის. ძველის ადამიანის შეცვლის, ახალი ადამიანის შეცვლის სურვილისათვის და რაც ნიშნავს ძველი ადამიანის, ანუ ცოდვილი ადამიანის, ცოდვილი ბუნების განშორებას, მის მონანიებას და ახალი ცხოვრების დაწყებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩანს საუბარი, რომ არ არის ვთქვათ ბუნებრივ წყალზე, სამარიტელი დედაკაცი ჯერ კიდევ, ასე ვთქვათ, მაინც ვერ ხვდება აი ამ სიმბოლოს, რომ ეს არის სულიერ წყალზეა საუბარი, სულიერ სასმელზეა საუბარი და არა ხორციელზე, არა მიწიერზე. და ამიტომ მაცხოვარი უკვე ცდილობს ესე იგი მისი ცნობიერება უფრო აამაღლოს, გადაიყვანოს მიწიერიდან ზეციურისკენ და ამისთვის მიმართავს ასეთ ხერხს. ის საუბრება ამ ხალხს თავის ცხოვრებაზე და ფაქტიურად ეუბნება საკმაოდ ზეთ მის შესახებ იმ სიმართლეს რაც არის და აღმოჩნდება რომ მაცხოვარი ეუბნება რომ შენ 5 ქმარი ყავდა და მე-6 რომელიც ახლა შენ რომელთანაც შენ ხარ არ არის შენი ქმარი. ანუ უკანონოა ეს მე-6 ურთიერთობა და ანუ ეს ქალი რასაკვირველია გაოცდება და იგრძნობს რომ ეს უკვე ჩვეულებრივი ადამიანი არ არის, ეს წინასწარმეტყველია და საინტერესო რამ ხდება ამ დროს. აი უცებ ის ქალი იწყებს საუბარს სულიერ საკითხებს. ანუ თავიდანვე შეიძლება კითხვა დაგვებადოს რომ რატომ მაცხოვარი ეს ჯერ სამარიტელს, მერე დედაკაცს, მერე თან იცის რომ ვისთან აქვს საქმე. ანუ ძალიან მძიმე ზნეობრივად უძლურ ადამიანზე, მძიმე ცოდვებში მყოფ ადამიანსთან აქვს საუბარი და მასთან განხრთობაზე იწყებს ლაპარაკს, განხრთობის ასე ვთქვათ მნიშვნელობაზე, განხრთობის ასე იგი გზაზე იწყებს ლაპარაკს და აი როგორც კი ის აგზნობინებს რომ ეს ქალი დაინახავს რომ ეს უკვე ჩვეულებრივი ადამიანი არ არის და ელაპარაკება მას წინასწარმეტყველი უცებ ეს ქალი იწყებს საუბარს კითხვებს სვამს ჯულის საკითხებთან დაკავშირებით და ეს მეტყველებს იმაზე რომ მიუხედავად ასეთი მძიმე ცოდვებისა ამ ადამიანში იყო წყურვილი ჭეშმარიტების გაგებისა და არა მარტო წყურვილი, არამედ უпроსორეთ წყურვილი ჭეშმარიტების გაგებისა შეიძლება მხოლოდ ჰქონდეს იმ პიროვნებას, ვისი გულიც არ არის გაუხეშებული, არ არის გაქვავებული
და რა შემთხვევაში ხდება გულის გაქვევა? გულის გაქვევა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი ჩაახშობს სინდისის ხმას. იმიტომ რომ სინდისის ხმა ეს ადამიანს არ ასვენებს და სულ ესე იგი აწუხებს და თუ ადამიანი სინდისის ხმა აწუხებს, იგი ყოველთვის ეძიებს ჭეშმარიტებას, ეძიებს ხსნას ეძიებს, ცხონებას ეძიებს. და აი უცებ აღმოჩნდება, რომ ეს ქალი აი ამ ჭეშმარიტებას ეძიებს. და სწორედ იმიტომ, რომ მასში იყო განცდა ითვისთა ცოდვათა და აი კიდევ ერთხელ ეს სახარება ჩვენ იმაზე მიგვანიშნებს, რომ შეიძლება ადამიანმა ვერ დაძლიოს ესა თუ ის უძლურება, საკუთარი თავში არსებული უძლურება, მაგრამ თუ მას აქვს განცდა თვისთა ცოდვათა, თუ იგი ესე იგი ნანობს თავის შეცდომებს და ეძებს გამოსავალს და ფიქრობს ამ გამოსავალზე და შეწუხებულია თავისი მდგომარეობით, ასეთ ადამიანს ღმერთი მიუტევებს, არა მარტო მიუტევებს სოდვებს, არამედ სწორედ აი ამ ახალ სიცოცხლესაც მიანიჭებს, ანუ განაღმრთობს, აი კვლავ შეაერთებს მის სულს ღვთაებრივ სულთან, თუ ადამიანი სინანულშია და თუ ადამიანი აი ამ სინანულში ყოფი ადამიანი რასაკვირველია ეძიებს გამოსავალს, ეძიებს განთავისუფლებას აი ამ უძურების. მაგრამ არის კატეგორია ადამიანების, რომელიც ჩაახშობენ სინდისის ხმას და აღარ ეძიებენ გამოსავალს და რაღაც ამართლებენ თავის მდგომარეობას სხვადასხვა ასე ვთქვათ საშუალებებით და აი ეგუებიან ცოდვას, ურიგდებიან ცოდვას. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მაცხოვარი გვეუბნება, რომ უკიდურესად დაცემული ადამიანიც კი არ უნდა კარგავდეს იმედს, რომ ღმერთი მას აცხოვნებს, თუ კი მას ექნება განცდა ითვისთა ცოდვათა და ძიება ჭეშმარიტების. ამის შემდეგ საუბარი გრძელდება, ეს მაცხოვარი პასუხობს მის კითხვებზე და რაც მთავარია, ის ამბობს ძალიან მნიშვნელოვან ასეთ სიტყვებს, რომ სულია ღმერთი და თაყვანისმცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანაც თაყვანისცემი. აი ეს არის გზა განხრთობისა, ეს არის საშუალება განხრთობისა. ანუ ადამიანი თუ სულიერად ცოცხალია, ანუ თუ ადამიანი სულიერ ჯანმრთელობისათვის ზრუნავს და ის სანამ ზრუნავს ადამიანი, მანამდე იგი ცოცხალია და როგორც კი ადამიანი სულიერ განვითარებისთვის ზრუნვას შეწყვეტს, აი ის იწყება მაშინ სულიერი სიკვდილი. და აი ადამიანი, რომელიც სულიერი განვითარებისთვის ზრუნავს და ეს სწორედ ეს ქალი ზრუნავს სულიერი განვითარებისთვის, აწუხებს თავის ცოდვები, ანუ ეძიებს განკურნებას, სულიერ განკურნებას. ეს სინანული ამას ნიშნავს. და ასეთ ადამიანს რასაკვირველია ღმერთი თავის მადლს მიანიჭებს, მაგრამ გარდა სული წმინდის მადლისა, ასევე ადამიანი უნდა ეძიებდეს გზას, ესე იგი, თუ როგორ მოიპოვოს ეს სული წმინდის მადლი და არა მარტო მოიპოვოს, არამედ როგორ შეინარჩუნოს იგი და როგორ სრულუყოს ეს მადლი. აი ეს არის განხრთობის გზა და სწორედ სულითა და ჭეშმარიტებითა შეიძლება ჯერ მოხვეჭა, მოპოვება ამ მაცხოვრებელი მადლისა, ანუ განხრთობის გზაზე შედგომა და შემდეგ ამ განხრთობის გზაზე წინსვლა, სრულყოფა, განმტკიცება და ნუ ისეთ ხარისხთან მისვლა, სრულყოფილების ისეთ ხარისხთან მისვლა, როდესაც ადამიანი უკვე ადამიანისთვის ცოდვა არის უკვე თითქმის შეუძლებელია ცოდვისადმი იგი სრულიად უგზნობელი ხდება, არის ასეთი გამოთქმა უვნებელი, ანუ უვნებო, ვნებები აღარ ებრძვის. მართალია, სანამ ადამიანი ხორცშია, მას ნებისმიერ
წამ შეიძლება რამაც სტუნება მსძლიოს, თუმცა აი დიდ სიმაღლეზე მყოფ ადამიანებს ძალიან ესე ვთქვათ მაქსიმალურად იცავდა ღმერთი და ისინი იყვნენ ვითარცა უვნებო, უცოდველნი და აი ეს სულითა და ჭეშმარიტებითა სწორედ ეს არის ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების ორი მთავარი ესეთი საფუძველი. ერთის მხრივ სულიერ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა, რაც ნიშნავს ცოდვებთან შეურიგებელ ბრძოლას და მეორეს მხრივ რომ გავარჩიოთ კეთილი ბოროტისაგან, რომ ყოველთვის ვიცოდეთ რა არის ჭეშმარიტება და რა არის ცდომილება. ამისთვის საჭიროა ინტელექტუალური შრომა, ამისთვის საჭიროა ჭეშმარიტების მუდმივად ფლობა, წვდომა და თუ გავიხსენებთ ფსალმუნს, პირველ ფსალმუნს, ნეტარ არს კაცი, რომელიც რახავს ჯულსა უფლისასა დღე და ღამე. ანუ მუდმივი ძიება ერთის მხრივ ცოდვების ესე ვთქვათ დაძლევისათვის შრომა და მეორეს მხრივ ჭეშმარიტების ესე ვთქვათ შენარჩუნებისათვის. აი ეს ორი რამ სულით და ჭეშმარიტებით მსახურება და ღმერთის თაყვანისცემა არის გზა განხრობისა და ბოლოს მესამე ნაწილში სადაც ესე ვთქვათ თავდება ეს სახარება იმით რომ ეს დედაკაცი იწამებს რომ ბოლოს ქრისტე ეუბნება რომ იგი მესია არის და ეს დედაკაცი იწამებს და საოცარი ეს არის რომ აი მოციქულებს უჭირდათ ამის ბოლომდე აღიარება რომ ის მესია და ეს ქალია ეს ასეთი ცოდვილი ქალი აი სწორედ იმიტომ რომ ქონდა განცდა თვისთა ცოდვათა და ძიება ჭეშმარიტებისა იწამებს და გახდება მოციქული მივა და თავის ქალაქში მივა და ყველას გააგებინებს და მთელი ქალაქი მოვა და მთელი ქალაქი ფაქტიურად მოიქცევა საოცრება ხდება და აი აქ გამოჩნდა ზუსტად ის სიტყვები რომ ვინც ესე იგი მიიღებს ამ ცხოველ წყალს აი ეს წყალი მასში გახდება წყარო წყლისა რომელიც ვითარცა მდინარენი დიოდიან მუცლისა მისგან ანუ პიროვნებიდან ეს მადლი ესე ვთქვათ გადმოედინება და ვრცელდება და ეფინება მის გარშემო მყოფ ადამიანებს და აი ზუსტად ეს მოხდა ფაქტიურად მოციქულებრივი მისია აღასრულა ადამიანმა იმიტომ რომ მთლიანად იწამა იესო ქრისტე და მთლიანად გახდა ანუ თუ ჩვენ სრულად ვიწამებთ უფალს და სრულად მივენდობით მას ჩვენი პიროვნება გახდება ტაძარი ღვთისა ტაძარი სულისაწმინდისა და თავად გახდება უკვე აი ამ სულიწმინდის მადლის გამავრცელებელი და ესე იგი აი ზუსტად აი მოციქულებს ეუბნება მაცხოვარი რომ აი როცა მოვიდნენ ისინი და ნახეს რომ სამარიტელ დედაკაცს ელაპარაკება მოციქული ეუბნება რომ აი სწორედ ესე ვთქვათ აი ეს არის ჩვენი თავარი საზრდელი ჩვენი თავარი საზდო რომ ჩვენ ესე იგი ღვთის სიტყვა გავავრცელოთ ადამიანებს მივანიჭოთ ეს მაცხოვრებელი მადლი და გავამრავლოთ ესე იგი ეს მადლი და ადამიანები გადავარჩინოთ აი ეს არის სწორედ აღდგომის მთავარი ნიშნულობა და ეკლესიის ნიშნულობა როგორც აღდგომის მადლის შემნახველი ადამიანების ამ მადლით აღმავსებელი და შემდგომ ადამიანების ამ მადლით სხვა უკვე მოქცეული ადამიანების მიერ სხვა ადამიანების მომაქცეველი. აი ეს არის ასევე მოციქულებრივია მისია ყოველი განხრობილი ადამიანისა, როდესაც ადამიანი განხრობის გზაზე დგება, ის ირიბად ხდება უკვე თავისი ცხოვრების წესით, როგორც სიტყვით, ასევე საქმით, მქადაგებელი ჭეშმარიტებისა და აი ეს არის სწორედ გზა განხრობისა
და აღდგომის მადლი სწორედ მაშინ მოქმედებს ჩვენში, როდესაც ჩვენ უფალს თაყვანივსემთ სულითა და ჭეშმარიტებითა და ღმერთმა შეგვაძლებინოს რომ სულითა და ჭეშმარიტებითა ვადიდოთ უფალი, მარადის ვიყოთ ამ სულიერი სრულყოფის გზაზე, ჩვენს გავდიდრდეთ და ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანებიც გავამდიდროთ. გილოცავთ კიდევ ერთხელ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, შეგვეწიოს აღდგომის მადლი და არ მოკლებოდეთ სიხარული აღდგომისა, აც და მარადის და უგუნითი უგუნისამდე. ამინ.